ალექსანდრე ჭავჭავაძის დაბადებიდან 229-ე საიუბილეო წლის აღსანიშნავად წინანდლის სახლ-მუზეუმში აღდგენილი მამულის ღვინოების პრეზენტაცია გაიმართა. ასევე გაფორმდა ხელშეკრულება შეთანხმება Silk Road ჯგუფსა და საპარტნიორო ფონდს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ ფონდი წინანდლის რედისონის მშენებლობის დაფინანსებაში მიიღებს მონაწილეობას. უკვე ცნობილია, რომ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო რედისონ წინანდალი ისტორიული ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. პროექტის საერთო ღირებულება $30 მილიონი. სასტუმრო 2018 წელს გაიხსნება. თვითონ სასტუმრო ეს იქნება რედისონის უკვე მესამე სასტუმრო საქართველოში. Მინდა გითხრათ, რომ როგორც საერთაშორისო ბრენდის პირველი სასტუმრო იქნება კახეთის რეგიონში. 30 მილიონიანის ბიუჯეტი ამ სასტუმროს მშენებლობის, საიდანაც 10 მილიონს დააფინანსებს საპარტნიორო ფონდი. რეალურად ეს არის რეგიონის გამოჩენა სოფლიოს რუკაზე, ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი ტურისტი მოვიზიდოთ, 50,000-ზე მეტი სტუმარი სტუმრობს დღეს წინანდლის მამულს, თუმცა მე ვარ დარწმუნებული, რომ პოტენციალი 10-ჯერ მეტია. დაახლოებით ჩვენ გეგმავთ, რომ ეს გაისად შემოდგომაზე დავამთავროთ. ძალიან ჩქარა გვინდა ეს ყველაფერი წავიდეს, უკვე სატენდერო პროცესი დაწყებულია.